ხარული ვარ, რომ დღეს თქვენ წინაშე მომწონს თქვენთან გასაუბრება. დღეს არის დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი სურვილისთვის. მაისურაძე გაჩა ზუგით მივეხუდოს წვეუნდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან მაქვს შესაძლებლობა ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განვითარებაში, აღარ დაველოდე ოფიციალურად სამხედრო გაწვევის მიღებას და საკუთარი სურვილით გათვითცნობიერებულად პატრიოტული სულისკვეთებით გადავწყვიტე რომ ვიმსახურო ქვეყნის სამხედრო სამსახურში. მიმდინარე წლის იანვარში შევიტყე რომ საკუთარი სურვილით შემეძლო დავრეგისტრირებულიყავი და ვემსახურა თავდაცვის სამინისტროს წვეუნდელთა ეროვნულ სამსახურში. ამასთანავე ახალი ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ მე მაქვს საშუალება ავირჩიო სამხედრო სამსახურის ვადა. ცვლილებების თანახმად ისედაც გაზრდილ ხელფასზე საკუთარი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში კიდევ უფრო 30%-ით მაგალითად დანამატს მივიღებთ, რაც თქმა უნდა ახალგაზრდა ადამიანისთვის мотиваცია. ამასთანავე ჩვენთვის უდიდესი პატივი არის რომ ვიმსახუროთ, თუნდაც მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მიხარია რომ მომავალი პერიოდი გავატარებ თუნდაც ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს, მაგალითად 6 თვეს სამხედრო სამსახურში და ჩემი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდის საკითხში კიდევ ერთ წვლილს შევიტანე. მე გახლავართ მოქმედი სპორტსმენი და როგორც კი შევიტყვე რომ თავდაცვის ძალებში მქონდა იმის საშუალება რომ მემსახურად ვიცი რომ აქ არის ყველანაირი კარგი პირობები სავარჯიშოს ხრივ, რეჟიმის ხრივ, რაც ჩემთვის უცხო არ არის და მოხარული ვარ რომ თან პარალელურად რეჟიმშიც ვიქნები და ქვეყანასაც ვემსახურები. ეს არის ყოველთვის ჩემი სურვილი, იყო კიდევაც და როცა მომეცა საშუალება აქ ვარ ეხლა და ვემსახურები თავდაცვის ძალებს და ჩემ ქვეყანას და ჩემ საქართველოს. უკვე დარეგისტრირებულია და ყავს ასეულობით წვეუნდელი, ვისაც აქვთ სურვილი იმსახურონ საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებში. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხდება ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების სამხედრო სამედიცინო კომისიის გავლა და შემდეგ ჩაირიცხებიან თავდაცვის ძალების რიგებში. აღნიშნული რეფორმა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას რეფორმის ფარგლებში, როგორც ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, როგორც საკუთარი სურვილის შემთხვევაში პირების გავლა ეროვნულ სამხედრო სამსახურში კიდევ მეტად გაიზრდება, კიდევ მეტად დადებითი ეფექტი მოყვება და კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.